მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ახლა გიმნაზიასთან, სადაც აქ უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. მე მიჭირავს ხელში წერილი, რომელსაც ამ წერილს გაუგზავნიან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. ამ წერილში მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ საქართველოს პარტნიორს და ეუბნებიან, რომ ახლა მათი მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. აქ გავესაუბრებით სწორედ ამ იდეის ავტორებს, რომლებმაც ფიქრეს, რომ სწორედ გაეგზავნათ აღნიშნული წერილი, ამ წერილს გააგზავნიან ამერიკის საელჩოში და ბუნებრივია ის მივა ადრესატამდე. მოგესალმებით, ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ უკაცრავად. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ როგორც მე მეუბნებოდით, ხართ ამ იდეის ავტორი, განმახორციელებელი და შეგიძლიათ გითხრათ, რა წერია ამ წერილში, რა მიმართვით გაეგზავნება ახლა ეს წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. მოგესალმებით, წერილი, რომელსაც ჩვენ ახლა ხელს ვაწერთ, სინამდვილეში მისი ისტორია იწყება 1936 წლიდან. როდესაც ხევსურებმა მაშინდელ ამერიკის მთავრობას მიმართეს, რომ ბოლშევიკები გვართმევენ რჯულს, გვავიწროვებენ და ცოდოვართო, თუ არ თქვენ ძლიერი სახელმწიფო ხართ და თქვენს გარდა ვერავინ გვიშველისო. ამ წერილის გამო ეს წერილი და ამ წერილზე ხელმოწერა ღერენა, გიორგი და ათიალი კოკელებისათვის და 14 ხევსურისათვის აღმოჩნდა სასიკვდილო განაჩენი. ისინი უგზო-უკვლოდ გააქრო საბჭოთა მთავრობამ. მაგრამ ჩვენ დღეს ვინაიდან იგივე პრობლემები გვაქვს, ჩვენ იგივე მტერს ვებრძვით და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია ამ ბრძოლაში ჩვენ გვსურს, რომ ერთის მხრივ ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს ამ წერილის ხევსურების სიმამაცის და მათი განათლების დონის შესახებ, როგორ ესმოდათ მათ გეოპოლიტიკა მაშინაც და მეორეს მხრივ საერთაშორისო საზოგადოებამაც გაიგოს, რომ ჩვენი სწრაფვა ევროატლანტიკური სივრცისკენ, რომელსაც ახლა ასე ვეძახით, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან თუნდაც ილია ჭავჭავაძიდან იღებს სათავეს. ძალიან დიდი მადლობა. ნესტან ბაგაურს უსმენდით, ის არის ისტორიკოსი და ახლა ვაჩვენოთ მაყურებელს კადრი, ხელს აწერენ მოქალაქეები და სწორედ მოქალაქეების ხელმოწერით გაეგზავნება ეს წერილი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას. აქ ასევე იმყოფება კულტურის მენეჯერი მაიკო ჯამბაზიშვილი, რომელიც არის ასევე ერთ-ერთი თანაავტორი ამ იდეის. მოგესალმებით, ქალბატონო მაიკო. აქ ამ წერილში არის მოყვანილი სიტყვა წერილიდან, რომლითაც თითქმის 100 წლის წინ ბოლშევიკური რუსეთის მიერ შევიწროვებულმა ქართველებმა მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას. აი, რა გინდათ ამით რომ თქვათ, რომ დღესაც ისევე როგორც მაშინ საქართველოს ებრძვის რუსეთი და კვლავ სჭირდება ქვეყანას შეერთებული შტატების და პარტნიორების გვერდით დგომა? მოგესალმებით, საქართველო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე იბრძვის თავისუფლებისთვის, თავისუფლების იდეებისთვის. დღეს ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყანა იყოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომელიც არის ქვეყნის განვითარების მომხრე, მსოფლიოში მშვიდობის მომხრე და უნდა თავისი ნიჭიერებით და თავისი შრომით აშენებდნენ თავის ქვეყანას, მათ მხარდაჭერა ჭირდებათ და ისტორია გრძელდება და ამ იდეის მომხრეები არიან როგორც ის ადამიანები, ვინც თავისი სიცოცხლით ისტორიის განმავლობაში ემსახურნენ ამ იდეას, ისე დღევანდელი საქართველოს მოსახლეობა და აი ამ გაერთიანებული სულისკვეთებით იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა მშვიდობის და განვითარების გზას დაადგება და მის გვერდით იქნებიან ამ ესე ვთქვათ ბრძოლაში და აი ამ ცდელობაში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა და ერთ-ერთი პირველი, ვინც იბრძვის დემოკრატიისათვის და სხვადასხვა ქვეყნების განვითარებისათვის. ისმში დღეს გრძნობთ, ქართველები გრძნობენ ამ მხარდაჭერას, თუნდაც იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც მიიღეს სანქციებასთან დაკავშირებით. ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვემხრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას დემოკრატიის გზით, მშვიდობის გზით და ქართველების ეს შემართება, რომ თავისუფლად მიეცეთ თავისი ქვეყნის ბედის და განვითარების შესაძლებლობა ყოველმხრივ მხარდაჭერილია როგორც ახლანდელი ქართველების, ისე უწინდელი ქართველების მიერ, ვინც ყოველთვის იყო ამ იდეების მომხრე.
ძალიან დიდი მადლობა ამ იდეის ავტორს მაიკო ჯამბაზიშვილს უსმენ და მაყურებელი ამ წერილში არის მოყვანილი სიტყვები იმ წერილიდან რომლითაც თითქმის 100 წლის წინ ბოლშევიკური რუსეთის მიერ შევიწროებულმა ქართველებმა მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას დახმარებისთვის და დღესაც საქართველოს მოქალაქეებს მიაჩნიათ რომ ისევე როგორც 100 წლის წინ ისევ საფრთხეშია საქართველოს დამოუკიდებლობა თავისუფლება და დღესაც საჭიროა რომ მეგობრების საერთაშორისო პარტნიორები დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით, რომელთა უმრავლესობის ნებაა, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, წევრი და ამისთვის ქართველი ხალხი ყოველდღიურად იბრძვის, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ ხვალ უკვე ახალი წელია და წესით დღეს ოჯახებში უნდა მიდიოდეს მზადება ახალი წლისთვის, ისინი გამოვიდნენ ქუჩაში და დღესაც კვლავ დადგებიან რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ მოითხოვონ ხელახალი არჩევნები და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება.